შუალედური არჩევნების საქართველოში პარტიებს საკუთარი კანდიდატურების წარსადრინად ვადა ეწურებათ მათ ცესტოში შესაბამისი დოკუმენტაცია საღამოს 6 საათამდე უნდა წარადგინონ. ცესტოში სულ 14-მა პარტიამ შეიტანა განცხადება და მათმა დიდმა ნაწილმა კანდიდატებიც დაარეგისტრირა. 10 საათზე საარჩევნო კომისიაში იყო მისული პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი, რომელმაც კოალიციიდან 3 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატები დაარეგისტრირა. დღეს ვერ დაევლიან რეგისტრაციას პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლებიც, როგორც კახა კუკავა განმარტავს, მისი პარტია მხოლოდ ნაძალადევის ოლქში იყრისკენ არჩევნები 27 აპრილს გაიმართება. პრაქტიკულად ჩვენ გენჩვენთ ტანდემში მე და ბატონი დიმიტრი ლორკიპანიძე თუ გავიმარჯვეთ ჩვენ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მაშინ ბატონი დიმიტრი ხელმძღვანელობს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ჩვენ ვაპირებთ რომ თავარი რასაც მივახციოთ საქართველოს პარლამენტში აღდგეს სამართლიანობა ფარსის სახელწოდების კოაბიტაცია უნდა დასრულდეს ნაციონალური მოძრაობა უნდა გაემგზავროს მუდანის მერვე დაწესებულებაში სადაც მათი ადგილი არის ჩვენ წარმოვადგინეთ 3 გამოკლებულ ოლქში კანდიდატები რომლებიც 3-ვე არიან იურისტები 3-ვე არიან თავიანთ სფეროში ძალიან წარმატებული ადამიანები და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ისინი გაიმარჯვებენ ამ ოლქებში არა მხოლოდ იმიტომ რომ ქართულ ოცნებას დღეს მართლა ძალიან დიდი რეიტინგი აქვს არამედ იმიტომ რომ ისინი თვითონ არიან ძალიან წარმატებულები ამ სფეროში და პარლამენტში იქნებიან ძალიან კარგი წარმომადგენლები.